ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართულ რესტორან სოხუმში თბილისობა აღნიშნეს. ტრადიციულ დღესასწაულს ქართველი ემიგრანტების გარდა ჰოლანდიელებიც ესტუმრნენ. თბილის ქალაქობის მსგავსად სტუმრებმა ჰააგაშიც შეწვეს მწვადები. მოახვიეს ხინკალი და ამოავლეს ჩურჩხელები. საზეიმო განწყობას არც ქართული ჰანგები მოკლებია. ისევე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც ჰოლანდიურ თბილისობას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ეს ჩემთვის მარტო რესტორანი არ არის, ბიზნესი არ არის, ეს არის ჩემი პატარა საქართველო, ქართული კულტურის ცენტრი, ასე ქვია. ჩემი რესტორნში მოსვლის მერე ძალიან ბევრი ადამიანს გაუჩნდა სურვილი საქართველოში წავთვისას, მოილახულეს საქართველო და მე ამაყრივა რომ ემსახურები ჩემს სამშობლოს და ასე გავაგრძელებ სანამ უფალინებებს. ყოველწლიურად აღენიშნება ეს ღონისძიება თბილისობა ჩვენი საყვარელი ქალაქის ასე თქვა დღესასწაული. და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ქალბატონ იზოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი ქვეყნის სახელით, ჩვენი ხალხის სახელით, ყველა ქართველის სახელით, ეს ტრადიცია, ეს ლამაზი კუთხე არსებობს ამ ქვეყანაში და უკვე ამდენი წელია ემსახურება ქალბატონ იზო ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და სადაც არ ვახსენებ, რომ ვარ ქართველი, საქართველოს წარმომადგენელი, ყველა მისის ეს ადგილი და ყველა ძალიან ბედნიერია, როდესაც მათ ასე თქვათ თავიანთი სტუმრები მოყავთ, თავიანთი მეგობრები მოყავთ და ყველა მერე მიდის იმ სურვილით, რომ მალე ჩამოვიდეს საქართველოში და ქალბატონ იზო არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ძალიან საპატივსაცემლო ადამიანი, საქართველოს ელჩები არიან ზუსტად ქალბატონ იზოსნაირი ადამიანები საზღვარგარეთ და მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მას გადაუხადო ესეთი ლამაზი პატარა საქართველოს მოწყობისთვის. ყოველთვის ვცდილობთ რომ ქართულ საქმეს ვემსახუროთ, არც დღევანდელი დღე არ არის გამონაკლისი. დღეს აღნიშნეთ რესტორან სოხუმში თბილის ქალაქობა და ყველა ქართველს ვუსურვებ მშვიდობას, საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას და წარმატებას. არ ვკარგავთ აი ამ რაღაცა ერთობას და ვზეიმობთ იმ დღესასწაულებს ისევ ერთად, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ზეიმობენ საქართველოში და თითქოს პატარა საქართველოს გარეთ ვქმნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ვაძლიერებთ და იცი რა ის მონატრებას თითქოს აი ეს ერთად ყოფნა გვიმსუბუქებს.